ეხლა იქ ტელეფონი აიღეთ და დადეთ იქ. ბატონო მოსამართლე. ბატონ დავით. ტელეფონი აიღეთ და დადეთ იქ სანამ მოგთხოვეთ რომ გახსნათ. ბატონო მოსამართლე. მოწმე. ეხლა Google-ის ჩართვა არ უშველის ბატონო ვაჟაკ. დავასრულოთ რა მე აქ ხომ ვიღებ გადაწყვეტილებას ერთი წუთი ბატონ დავით. არა დღეში კიდე მე ვარ დღეში ერთმანეთს ერთ ტელეფონზე და კიდე მე ვარ დღეში. ასრულეთ საუბარი ბატონო მოსამართლე მოწმე სარგებლობდა ტელეფონი დადოს იქ ისე სარგებლობდა. შეინახეთ ბატონ დავით ტელეფონი და შეკითხვას უპასუხოთ. ანუ ბატონო არა მე ამაზე არ ვარ თანახმა ტელეფონი რომელთაც სარგებლობდა მოწმის დაკითხვის დროს მანახოს. დაასრულა და დააბრუნო ტელეფონი. კარგი ეს სერიოზულად საუბრობთ ახლა ამაზე რომ 1 საათია მოწმე ქვემოთ იყურება ტელეფონში თქვენ გვერდით ის ბატონო მოსამართლე და ბატონი ვაჟაც იყურება ტელეფონში მე არ ვაბრალებ არაფერს არც ერთს აუ 1 წუთით არ შეიძლება სანამ მე ვსაუბრობ 1 წუთი რა ზღვარც ხდება აი ამ წუთასაც ვიდეთ SMS-ებს გამომძიებლისგან სხვა კონკრეტულ საქმეს ანუ რა უნდა ვქნა ხა მივიდი ადვოკატს და კი თქვენი არ მაინტერესებს და თქვენ არ გერევით თქვენსაში არ ვერევით აი კიდევ ბატონო მოსამართლე შლის მინაწერებს ეხლა სავარაუდო და დაანებეთ ტელეფონს თავი ბატონო თავი ტელეფონში დროს კარგად ბატონო ეკი საქმესთან დაკავშირებული რელევანტური კითხვა დავუსვა რა რელევანტური კითხვაზეა საუბარი მოახდინე სასამართლომ რეაგირება და დროს კარგავთ შეხედეთ კიდევ ტელეფონი დააბრუნე ტელეფონი მაგითაც დადო ტელეფონი ბატონო მოსამართლე ანუ არ გაინტერესებთ მოწმე ვისთან კონტაქტობდა გამოკითხვის დროს ასრულეთ კითხვებს ხო გცემდა ბატონო ირაკლი პასუხს და საიდან გცემდა არ გაინტერესებთ უსმედი და ტელეფონში იყურებოდა კითხვაზე როცა პასუხს აჟღერებდა ტელეფონიდან კითხულობდა არა როცა მე კითხვას სვამდი ტელეფონში იყურებოდა როცა მე კითხვას სვამდი გადმოწერეთ ახლა ვიდეო და ნახეთ ეხლავე კი ბატონო არ ვიცი პასუხი გაგცეთ და რა პრობლემა ვერ ვიგებ ანუ თქვენთვის პრობლემა არ არის რომ ჩვენ კითხვაზე მოწმე იყურება შუა დარბაზში ტელეფონში არა ბატონო თქვენ კითხვა გააჟღერეთ თავიდან გააჟღერეთ მეორე მუხები რაზე არის დაწყებული რაღაცა ისე რომ მოახდეს შტაბებში დაასრულეთ საუბარი ერთი წუთი დაასრულეთ შეურაცხყოფას მაყენებ უკვე შეურაცხყოფას მაყენებ ამდენი ხანია გისმენთ რა დაასრულეთ საუბარი და ამ შვიდი ძალიან ხოთა შენი შეურაცხყოფის ნაწილი არავის არ აინტერესებს ამ დარბაზში ვერ გავიქნა ამდენი რა წარმოდგენა ხო არ გაქვს შეცვლილი წარმოიდგინეთ პოლიციის თანამშრომელი სასამართლო დარბაზში ესე ელაპარაკება ადვოკატებს და ის როცა ბრალდებულთან მარტო დარჩება როცა კონტროლი არ არსებობს არავის როგორ დაელაპარაკება როგორ ელაპარაკება აი როგორც მელაპარაკება მე და როგორი აგრესიითაც მელაპარაკება მე კოლეგები წარმოიდგინეთ მარტო რას მოკლედ დავასრულოთ და ჩემთვის მათ შორის გაურკვეველია ეს რატომ არის შეურაცხმყოფელი ბრალდების მხარისთვის მე ერთი წუთი გაურკვეველია და მინდა რომ გაგარკვევს არ მაინტერესებს ეს საკითხი ერთი წუთი დამშვიდობა რომ პასუხი გავცე არ შეიძლება პასუხი არ გავცე არა არ დაუსრულებია ერთი წუთი ანუ კიდე რომ საუბრობდი კიდე ვიყურებოდა და ძალიან გთხოვთ რომ ვიდეო ნახოთ რა მიზეზი და მიზანი შეიძლება არსებობდეს როდესაც მოწმე არის მოსული სასამართლოზე, უნდა გადაწყვიტოს ადამიანების ბედი. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ფაქტორი არის, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს და რა მიზეზი და მიზანი შეიძლება არსებობდეს იმის, რომ რამდენიმე საათიან მნიშვნელოვან პროცესში მოწმე იყურებოდეს ტელეფონში ძალიან ხშირად. მე უბრალოდ არ ვიცოდი ამის უფლება ქონდა თუ არა. როგორც აღნიშნეს ადვოკატებმა და როგორც აღმოჩნდა, ამის უფლება არ არსებობს და მეც რო გავაანალიზე, მივხვდი რომ ნამდვილად არ შეიძლება.